ერთის მხრივ რა თქმა უნდა კითხვა მდგომარეობს და ისმის ასე რეალურად რა მოხდა 4 ოქტომბერს და ეს მართლა იყო წინასწარ დაგეგმილი და რაღაც ჩაიშალა თუ იყო ხელისუფლებასთან შეთანხმებული სცენარი და ამას გარდა 4 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ რაღაცა გაწბილებულ ხშირ შემთხვევაში თვალზეც მომდგარ პროდესალური ფლანგის წარმომადგენლებს, რომლებიც უბრალოდ ამბობენ, რომ ბრძოლა კი ახლა იწყება და ყველაფერი კვლავ წინ არის და არ უნდა დანებდნენ. თუმცა ფაქტია, რომ აღარც мотиваცია და აღარც რაღაც ბრძოლის ხარისხი და აღარც მონდომება მათში აღარ იკვეთება, აღარც ეთერებიდან და აღარც იმ რაოდენობაში, რომელიც იდგა ხოლმე ყოველდღიურად პარლამენტის წინ 4-5 მაქსიმუმ 10 ადამიანია უკვე რუსთაველზე. ხო, ნიშნულოვანია შეფასდეს რასთან ქონა საქმე, იქიდან გამომდინარე, რომ თუ ვერ გავაცნობიერთ რა პროცესები, ვისი ინტერესებით, რანაირად იგეგმება, რა ამოცანებით ხდება ეს ყველაფერი, მომავალში შეიძლება წამოაგონ ხოლმე საზოგადოება ისეთ გაურკვევლობებზე, რომელიც ჩვენ გრძნობებზე და წარმოდგენებზე თამაშით ვიღაც სხვის ინტერესს დააკმაყოფილებს. რო გავარკვიოთ, აი რასთან ქონდა საქმე, შემდგა რევოლუციასთან თუ დაგეგმილ წინასწარ სპექტაკლთან, ხო? თუ ეს არის შემდგარი რევოლუცია. აი რა უნდა გამოსულიყო მაგ პროცესის შედეგად? აი კითხვა ხოლმე დავსვათ, აი დავუშვათ რაღაცას ცდილობდნენ და ვერ გამოვიდა. აი რომ ნახეთ ახლა რა სურათიც იყო, ამოვიდნენ ვიღაცა ამას დავუშვათ გეგმავს. ვიღაცა ვინც ამას გეგმავს, იმან ბურჭულაძე ჩაუყენა სათავეში, ან მაგას ხო აქვს მნიშვნელობა, აი რაღაცა ნიშნავ გენერალს, ხო? და როგორი გენერალი შეარჩიე. რამდენად ქმედუნარიანია ეს გენერალი, ხო? თუ ეს გენერალი გავს ვიღაცებს, ვინც შეიძლება სახარჯი მასალა იყოს, ან უბრალოდ რაღაც როლს თამაშობს. აი ბურჭულაძე შეარჩიე მართველ რგოლად. ზოდელავა შეარჩიე მართველ რგოლად, ხო? და მათ მოუწოდეს ხალხს ძირითადად დარჩით აი აქ ადგილზე. თავისუფლების მოედანზე და ეხლა რაღაცა პატარა ჯგუფს გამოყოფთ და წავალთ და დავიკავებთ პრეზიდენტის სასახლეს. აი რა წარმოგვიდგენია, რა უნდა გამოსულიყო ამ პროცესის შედეგად. ეს პროცესი ხო არ ითვალისწინებს არანაირ რეალურ შედეგს. ამის შედეგად ხო ვერაფერი ვერ გამოვიდოდა. აი მაგალითად დაეჯაჯგურენ იმას რა ქვია, ღობეს და ღობე მოულოდნელად ადვილად გადმოვარდა. ღობის შიგნით დახვდა სულ რამდენიმე კაცი. იმ რამდენიმე კაც, რომელსაც ეკიპირებაც არ ეცვა, გარეთ გამოყვა კიდე 10-მდე დაახლოებით ეკიპირებიანი რობოკოპი. თუ რამე უნდა გამოსულიყო ამ პროცესების შედეგად. მაშინ ყველა ეს ნაბიჯი მოწინააღმდეგის მდგომარეობის სახით ხო იდეალურად ვითარდება. ან ღობე მიხვედი პრეზიდენტის სასახლის დასაკავებლად. ღობეს დაუწყე ჯაჯგური და ღობე თუ ადვილად წაიქცა, შენთვის ერთი იდეალური ფაქტი მოხდა, ხო, შემთხვევით რატომღაც თუ მართლა გინდა დაკავება, შენთვის ერთი იდეალური ფაქტი მოხდა. ღობის შიგნით წესით უნდა ყოფილიყო ბევრი ხალხი, მაგრამ შენთვის მეორე იდეალური ფაქტი ხდება, არავინ არ არის შიგნით, ან ძალიან რამდენიმე ერთეული კაცია, ხო? ამ სიტუაციაში შიგნით არავინ არ ცდილობს ისე შევარდნას, რომ მართლა დაიკავონ სასახლე. ანუ წინაღობა აღარ არის. ღობე წაიქცა, თუ რაღაც მართლა იგეგმებოდა, მაშინ იდეაში ღობე რომ არ წაქცეულიყო და მოლოდინი უნდა იყოს, რომ ალბათ არ წაიქცევა. რომ შიგნით ბევრი ადამიანი ყოფილიყო, მოწინააღმდეგე ეკიპირებით გამაგრებული, ძნელად გადასალახი. შენ უნდა ყოფილიყავი მზად, რომ ისინიც გადაგელახა. მაგრამ მისულებს ღობე წაექცათ წინ, რაღაც სამ დაჯაჯგურებაზე და აქანავებაზე ღობე წაიქცა და 5 კაცი დგა შიგნით. კიდე 10 რობოკოპი იმის იქით, ხო? ანუ შიგნითაც ცარიელი დახვდა. შესაბამისად გამოდის, რომ თუ რამე ვერსია არსებობდა, რომ აი ამათვის რაღაცა
მომგებიანად გამვითარდებოდა მოვლენები, ყველაფერი გამვითარდა რაღაცა არარეალისტურად მომგებიანად. უბრალოდ ესენი არ შევიდნენ შიგნით. ამათ შიგნით შესვლა არ უცდიათ, იმიტომ რომ შიგნით წინაღობა აღარ არსებობდა. ამიტომ კითხვა მან ხომ უნდა დაისვას იმ ნაწილის მიმართ, რომელიც ამბობს, რომ რაღაცა იგეგმებოდა. ღია დაგახვედრეს კარი, სურათი ეგ იყო, ღია იყო, მოწინააღმდეგე არ ყავდა და არ შევიდი. შესაბამისად, რა წარმოგიდგენთ, რა უნდა მომხდარიყო ამის გარდა? ამის გარდა ვერაფერი ვერ მოხდებოდა, არ შევიდნენ შიგნით. არ უცდია შიგნით შესვლა. შიგნით მოწინააღმდეგე აღარ ფიგურირებდა ფაქტიურად. 10 ადამიანი იყო, 200-300 კაცის წინააღმდეგ, რომლებიც იქვე იდგენ, თორე 10-15,000 იყო ახლოს. შესაბამისად, მან ვერაფერი სხვა ვერ მოხდებოდა გარდა იმისა, რაც მოხდა. იმიტომ რომ რაც მოხდა, ამაზე უფრო შორს წასვლისგან მოვლენები რამე წინაღობამ კი არ გააჩერა. ამაზე უფრო შორს წასვლისგან მოვლენები გააჩერა იმან, რომ უბრალოდ არავინ არ გადადგა შემდეგი ნაბიჯი. თვითონ არ წაიყვანეს პროცესების შემდეგი მიმართულებით. აქედან გამომდინარე, კითხვა რომ რა შეიძლება მომხდარიყო, რა იყო ამოცანა, რა ვიცი, მეტი ვერაფერი ვერ მოხდებოდა, არაფერი არ ქნეს მეტი. ეგ ერთი კითხვა და მეორე კითხვა ხო უნდა დავსვათ ასევე, ვინ მოიგო ამ პროცესით? ვის აწყობდა? ერთია რომ რაც ქნეს, იმის იქით თვითონ არ წავიდნენ, მომიტინგეები არ წავიდნენ, ეს ორგანიზატორები არ წავიდნენ. შესაბამისად იგეგმებოდა მხოლოდ ეს. ამის გარდა არაფერი. იმიტაცია, ანუ არეულობის შეჯანჯღარება, წაქცევა, მერე არ შევარდნა, ოღონდ ვითომ ვიღაცა სადღაც ვარდება, ოღონდ არ შევარდნა, ამის მეტი ვერაფერი ვერ მოხდებოდა, იგეგმებოდა მხოლოდ ეს და ეს რაც იგეგმებოდა, ვის აწყობდა, ვინ მოიგო? ხო გასაგებია, რომ სინამდვილეში ეს პროცესები რა ვიცი, სრული წარმატებით შეირგო, მოგება იზეიმა, გაიფორმა, შედეგები მოიმკო შედეგები ოცნება. მეტი არავინ. ყველა სხვა დაზიანდა, ხო? აქედან გამომდინარე, კითხვაზე ვინ შეიძლება დაინტერესებული ყოფილიყო ამ პროცესებში, მაგაზე საინტერესო მაგალითია პაატა ბურჭულაძის შვილის კომენტარები ბოლო დღეების განმავლობაში. პაატა ბურჭულაძის შვილი აკეთებს ცოტა გაუგებარ ერთი შეხედვით და უცნაურ კომენტარებს. იდეაში ადამიანებს როცა იჭერენ და მათ ემუქრებათ პატიმრობა, პირველი ლოგიკა, ინსტინქტი არის, რომ არა, მე ამაში არ ვარ დამნაშავე, ამას ამტკიცებ, ხო? ამ შემთხვევაში ამტკიცებ იმას, რომ მე არ ვგეგმავდი გადატრიალებას, თუ გინდა რომ არ დაგიჭირონ, არ ვგეგმავდი გადატრიალებას, მე უბრალოდ შვიდობიან რაღაც აქციას ვატარებდი და იმ განცხადებებს, რომელიც 4-ში დავიწყებ და 4-ში დავამთავრებ, ამას ქონდა რაღაცა მორალური შინაარსი, რომ ჩვენ მორალურად მათ დავამთავრებ და რაღაცა ესეთი ფორმა უნდა მისცენ, უნდა თქვა, რომ არაფერ რეალურ გადატრიალებას არ გეგმავდნენ და შესაბამისად არ არიან დასაჭერი. პაატა ბურჭულაძის შვილი გამოდის და ლაპარაკობს საკუთარ მამაზე, რომ მამა ჩემი მართლა გეგმავდა გადატრიალებას, უბრალოდ ლილუაშვილმა თუ ვიღაცა იქ იყო ვიღაცა გავლენიანი ფიგურა და იმან უღალატაო, ხო? ანუ რეალურად პაატა ბურჭულაძის მხარე აფორმებს დამაჯერებლობას იმისა ქვია, რევოლუციური სცენარის. ანუ ეს მხარე თვითონ ამტკიცებს, მართლა რევოლუციას ვატარებდით, დაიჯერეთ რევოლუციის შინაარსი, უბრალოდ არ გამოგვივიდა. შესაბამისად, არანაირი ლოგიკა პატიმრობაში მყოფი ადამიანის მხარე თვითონ იფორმებდეს, აი დანაშაულის რეალურობას ამტკიცებდეს და რა თავის თავს უფორმებდეს. სასჯელის შესაძლებლობას უზრდიდეს, მაგის ლოგიკა არ არსებობს, გარდა იმისა, რომ რა ვიცი, მონაწილეობს რაღაც სპექტაკლში. ეს სპექტაკლი უნდა იყოს მეტნაკლებად დამაჯერებელი იმისთვის, რომ ეფექტი შეიქმნას. და აქედან გამომდინარე, ეგ უნდა ილაპარაკოს, რომ ხო, მართლა მონაწილეობდი ხალხო და მე ახლა კაცმა არის და არავინ არ ვიცით ახლა ჩვენ ეს რომ ჩასვავენ ამათ, რამდენი ხანი ჩასვავენ ჯანმრთელობის გამო, მე რაღაცის გამო შეიწყალებენ, როდის შეიწყალებენ ასე შემდეგ, მაგრამ არაბუნებრივი ჩანს ძალიან, რომ თვითონ დაპატიმრებული მხარე ერთი მონაწილე გაარიდეს დროზე ადრე, 2 კვირით ადრე იმისთვის, რომ რა ვიცი, ალბათ რაღაც საკმარისი
სიმკაცრის სასჯელი არ დამდგარიყო მის წინააღმდეგ და მეორე მხარის წარმომადგენელი კი არა ახლობლებიდან ნათესავები თვითონ ამტკიცებენ არა კაცო ვატარებდით გადატრიალებას. აქედან გამომდინარე, რასაც მანამდე ვამბობდით, მთელი ეს რევოლუციური, კონფრონტაციული, რადიკალური ფორმის პროცესები ეს აწყობს და ჭირდება ოცნებას იმის გამო, რომ აი ამ რადიკალიზაციის ფონზე საკუთარი ლეგიტიმაციის აუცილებლობა დახატოს, საკუთარი მხარდაჭერის აუცილებლობა დახატოს, დემონსტრაცია მოახდინოს კიდევ ერთხელ არჩევნებზე იმისა, რომ ხალხო მე 1,100,000 ხმა მაძლევს, 100,000 კაცი მაძლევს ხმას, კითხვის ნიშნების დასმის საშუალება არ არსებობდეს ამ რაოდენობის მიმართ კონკურენტი ძალების მხრიდან, რომ აი ეს არ იყო რეალური, იყო რეალური, ამაზე მსჯელობა აღარ იყო შესაძლებელი და მთელი პოლიტიკური პროცესი გადაყვანადი იყოს იმაზე, რომ აი ნახეთ ნაცები რევოლუციებს ატარებენ და ნაცების რევოლუციური სცენარებისგან თავი რო სარიდება რომ შევძლოთ, ეხლა მომეცით მე მართვის არანორმალური ბერკეტები. ყველასთვის ამაკრძალინეთ მიტინგების შესაძლებლობა. მიტინგებზე ადამიანი თუ გამოვა და გზის გადაკეტვას ცდის, უკვე ახალ კანონს იღებენ პატიმრობას უნდა ექვემდებარებოდეს. მიტინგების ჩატარების შემთხვევაში თუ პოლიცია მოუწოდა რომ მე ვთვლი რომ ეს მიტინგი უკვე კარგად აღარ ტარდება და უნდა დაიშალო და მაინც თუ არ დაიშალეთ, უკვე პატიმრობას უნდა ექვემდებარებოდეს ადამიანი. თუ ერთი მოწოდების შემდეგ, უბრალოდ ერთი პატიმრობის შემდეგ კიდე იგივე მას გაიმეორებს დანაშაულს ადამიანი, ეგრეთ წოდებულ დანაშაულს, მერე 2 თვით პატიმრობა, მერე 1 წლით პატიმრობა, ანუ ჩვეულებრივად მიტინგის აკრძალვის პროცესამდე მივდივართ ეხლა. პარალელურად ვცხოვრობთ ქვეყანში, სადაც ხელისუფლების ლანძღვა იკრძალა. ჩვეულებრივ დასჯადი გახდა, რომ ხელისუფლებას ვიღაცამ ინტერნეტში, არ ვიცი, რაღაც მაიმუნი, არაკაცი, რაღაცა ჩათლახი და რაღაც შეურაცხყოფელი ეპითეტით შეამკოს, ხო? ჩვენ თვალსა და ხელშუა გვიფორმებენ ისეთ მართლობის სისტემას, რომელიც შერყევას აღარ დაექვემდებარება, კრიტიკას აღარ დაექვემდებარება, კრიტიკის მექანიზმებს კრძალავენ ახლა თვალსა და ხელშუა და მაგისთვის ანუ ყველაზე ნოყიერი ნიადაგი რა არის, როცა არაფერი არ ხდება, როცა ყველა კარგად იქცევა, როცა საფრთხე არ არსებობს. უცებ ადგეს ხელისუფლება და მოდი ახლა ყველა კარგად იქცევა და ყველას აქვს კრიტიკული აზრის გამოთქმის საშუალება, ყურადღებას ვერსად ვერ გადავიტან და მოდი ახლა მიტინგი აუკრძალოთ, ეგ არ არის შესაძლებლობა, რომელიც უმტკივნეულოდ ჩაივლის. ამიტომ სინამდვილეში ჩვენ რო ვიძახდით, რომ ნაცებში ხელისუფლებას არა თუ აგენტები ყავს, კაცო, ნაცების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ ვერც გავიგებთ ბოლომდე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის პირდაპირ ხელისუფლებაზე მომუშავე შემადგენლობა. თვითონ აღიარეს. და თუ აქამდე ნაცები მაგალითად წინა წლებში კიდე უფრო მცირე პროცენტით იყვნენ ნაცების შემადგენლობაში ხელისუფლებას დამოკიდებულები, იმიტომ რომ ამერიკა და დასავლეთი უხვად აფინანსებდა ზოგადად ნაცურ ფლანგს და აქედან გამომდინარე მათი შემადგენლობის ამბიციები, რომ წარმატებას მიაღწევდნენ რეალური კონკურენციით და მათი შემადგენლობის ამბიციები, რომ გარე დაფინანსებით საკმარისი ფინანსური ზურგი ექნებოდათ, ეგ სურათი ეხლა შეიცვალა. ეხლა ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური კლასი, რომელიც მიჩვეულია კარგ ცხოვრებას, რომელიც მიჩვეულია მხოლოდ ამ ფორმით ფუნქციონირებას, რომელსაც დასავლეთმა მთლიანად ჩაუხსნა დაფინანსება და ამ ნაწილს აღარ უნდა საკუთარი ადგილის დათმობა პოლიტიკურ ველზე და რა ხელობაც ამ აწლეულების განმავლობაში ერთადერთი ხელობა ამათ შეიქმნეს და ერთადერთი ხელობა რაც იციან, ამ პირობებში ბევრ მათგანში, მათ შემადგენლობაში ბევრ ფიგურას იპოვიან და იპოვეს როგორც ჩანს ისეთები, ვისაც უბრალოდ ფინანსური დაინტერესებით პირდაპირ ან რაღაცა ირიბად ნაწილობრივ მაინც ოცნებისთვის მომგებიან საქმეს გააკეთებინა. აქედან გამომდინარე, ნაცების შემადგენლობაში, მთელი ამ ტევ პირველების შემადგენლობაში, მთელი ამ ლელოები, გახარიები, რომლებიც რაღაც მოულოდნელად გამოუშვებენ ხოლმე წინა საარჩევნოდ, რომლებიც აშკარად ჩანს, რომ გარიგებულები არიან მაგ წინა საარჩევნოდ, რომლებიც ირიბად შეიძლება აქ
აქტიურადაც შეიძლება აკრიტიკებდე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამ კრიტიკაში აშკარად ჩანს ხოლმე შინაარსი, რომელიც ოცნებისთვის მომგებიანია, რომელზეც თვითონ ოცნების შემადგენლობა აღიარებს, რომ ჩვენ ვაფინანსებდითო, ჩვენი შემადგენლობის მაღალ ჩინოსნები აფინანსებდენო და ამ მაღალ ჩინოსნებზეც ეხლა ირკვევა თურმე და მიდის საუბარი, რომ ეს მაღალ ჩინოსნები იგივე ლილუაშვილზე რომ იმათთან ლაპარაკში რომ იყო ორმაგი აგენტი იყო და სულაც არ ყოფილა მოღალატე და თურმე ამათკენ ყოფილა ისევ ლილუაშვილი, რომელიც ხაბეიშვილს აფინანსებდა მანამდე და ასე რა ქვია ნოდარ მელაძეს აფინანსებდა, ხო? აქედან გამომდინარე, ნაცების მნიშვნელოვანი ნაწილი არის პირდაპირ ოცნების დაფინანსების ქვეშ და მათ მიერ დაწერილ გეგმებს ასრულებენ ხოლმე და ეს გეგმები მიმართული იმაზე, რომ манипуляცია მოახდინოს საზოგადოების უდიდესი ნაწილის. უდიდესი ნაწილის შეშინება მოახდინოს, ნაცები ბრუნდებიან ხალხო და ამ შიშის ირგვლივ გააფორმონ საკუთარი მართვის უფრო ხისტი და ეფექტური მექანიზმები, რომლებიც სამომავლოდ შეიძლება აღარ დაექვემდებარონ საერთოდ ეჭქვეშ დაყენებას. შეიძლება და ამის დიდი შანსია, ჩვენ ახლა უყურებთ პირდაპირ ფეოდალიზმის საკუთარ მამულად ოცნების მაღალ ჩინოსნების მიერ საქართველოს საკუთარ მამულად, საკუთარ შვილებისთვის, საკუთარ შთამომავლებისთვის სამემკვიდრეო მამულად გაფორმების პროცესს და მანდ ახლა ჩვენ შეიძლება ამ კანონებს, რომლებიც ახლა ცვლილება სახდენენ და ცვლიან, ამ კანონების მნიშვნელობა შეიძლება ჩვენ ახლა ვერ ვაცნობიერებდეთ, იმიტომ რომ პირდაპირ აქტიურად დღესვე არ დაიწყებენ მათ მთელი სიმკაცრით გამოყენებას საზოგადოების მიმართ, მაგრამ ის რომ კანონი უკვე არსებობს, გაპროტესტებას აღარ დაექვემდებარება და ნაბიჯ დაიწყებენ მათ შეყვანას, ეს არის პროცესი, რომელიც თუ დროზე და საწყის ეტაპზევე არ მოახერხე რომ გადატეხო, შემდეგ საერთოდ ისე თვალსა და ხელშუა შემოგვაპარებენ, როგორც არ ვიცი, მაგალითად ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც თავის დროზე მიიღეს და დიდ არაფერს არ აკეთებდა საწყის ეტაპზე, მაგრამ მერე ამ კანონით უამრავი ადამიანი ციხეში გაუშვეს, ან იგივე ოჯახური ძალადობის კუთხით კანონები თვალსა და ხელშუა ნელ-ნელა, მაგრამ გაამკაცრეს და მერე ბოლოს ათასობით ადამიანს ციხეებში ისე უშვებდნენ, რომ რეაგირებას ვერავინ ვერ ახერხებდა. ჩვენ რომ აეხლა გადამწყვეტ მომენტში რეაგირებას ვერ ვახდენ ამ რეალურად ანტიდემოკრატიული კანონების, დიქტატორული კანონების დამყარების წინააღმდეგ, ნაცების მობრუნების სპექტაკლის დაბრუნების ფონის პირობებში და ფონის გამო ეს ამის მძიმე საფასურის გადახდა სამწუხაროდ სამომავლოდ ყველას ერთად მოგვიწევს. კი ბატონო, ვინცაც უცნობი არის კანონში